ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული 6 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი მეორე დღეა მიმდინარეობს სამების საკათედრო ტაძარში. ცოტა ხნის წინ ოჯახებს მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ლიზა კაკელაშვილი გვერდდება ახლა სამებიდან პირდაპირ ეთერში ლიზა გისმენთ. სამების საკათედრო ტაძრიდან უკვე გაასვენეს აფხაზეთში 1990-იან წლებში დაღუპული 5 მებრძოლის და 1 მოქალაქის აწყედარი, რომლებიც აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ. დაღუპულთა ოჯახის წევრების თქმით, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდა მათი ოჯახის წევრების იდენტიფიცირება, ვინაიდან ახლა მათ უკვე შესაძლებლობა ექნებათ, რომ გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი სასაფლაოზე მიაგონ. დაღუპულთა ოჯახის წევრები მძიმე დღეებს იხსენებენ, როდესაც საომარი მოქმედებების გამო მათ საკუთარი ოჯახის წევრების ნახვა ბოლოჯერ მოუწიათ. ომობდა აფხაზეთში, სოხუმში, იყო მეომარი. ეხლა 26 წლის იყო რომ დაიღუპა, 33 წელია ვეძებდით და ბოლო-ბოლო ყველაფერი გაირკვა, დამტკიცდა და დღეს იქნება დაკრძალული ღმერთთა სასაფლაოზე. 32 წელია ვეძებ შვილს. 93 წლის 24 სექტემბერს დილით 6-ზე ტყვეთა იყვანეს თავის ბიჭებთან ერთად. იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული. 94 წლის 1 მაისს გადმოვასვენეთ და ვერ ამოვიცანით. წმინდა ნინოს მემორიალთან ძმათა სასაფლაოზე გმირთა სავანე გვაქვს და გადავასვენებთ იქ და იქ გვექნება სამუდამო მისასვლელი და მოსაფრთხებელი. აფხაზეთში დაღუპული მებრძოლეების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებმაც კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ომის მძიმე შედეგები შეაფასეს. დღეს მოხდა აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირის იდენტიფიცირება და მათი მიბარება წას მათი ოჯახებისთვის, გლოვისთვის შესაძლებლობის მიცემა. ესეთი მომენტები ჩვენ ერთის მხრივ არის მწუხრის მომენტი, როდესაც ოჯახებს კიდევ ერთხელ ეხსნებათ ის იარა, რომელიც ოჯახის წევრების დაკარგვასთან არის დაკავშირებული და მეორეს მხრივ ეს არის სიხარულის მომენტიც, როდესაც შესაძლებლობა ეძლევათ, რომ დაიტირონ საკუთარი რამდენიმე ათწლეულის წინ დაკარგული ოჯახის წევრები. ჩვენ დღეს კიდევ ვაუყავს 2000-მდე უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალაქო პირი, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების დროს და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ოჯახს მიეცეს შესაძლებლობა დაიტიროს საკუთარი ოჯახის წევრები. დღეს განსაკუთრებით მძიმე დღეა აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული დამატებით 6 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის 5 სამხედრო მოსამსახურის ოჯახებისთვის, რომლებიც არიან ომის სისასტიკით გამოწვეული იმ ტრაგიკული მოვლენების უშუალო მონაწილე, რაც ჩვენი ქვეყნის მრავალათასობით ოჯახმა გამოსცადა და რაც უკავშირდება ახლობელი ადამიანის დაკარგვას, დევნილობას თუ უგზო-უკვლოდ გაუჩინარების უმძიმეს ხვედრს. ჩვენი ქვეყანა და ხალხი სამწუხაროდ დღემდე განიცდის საქართველოში 90-იანი წლების შეერაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის უმძიმე შედეგებს. საქართველოს მთავრობა გაერთიანებული ძალის ხმებით, თანმიმდევრული, პრაგმატული მოქმედებებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები ჩვენს ქვეყანაში აღარ განმეორდეს. დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ჩვენს გმირებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი გაიღეს თავისი სამშობლოსთვის, თავისი სიცოცხლე. მე მინდა მიუსამძიმრო მათ ოჯახებს, ასევე მინდა რომ ყველა იმ უწყებას, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული მათ იდენტიფიცირებაში და გადმოსვენებაში, მადლობა მინდა გადაუხადო მათ. აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მებრძოლეების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, როგორც უკვე გითხარით, დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა ცხედრების გამოსვენება და აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლეებს დიღმის სასაფლაოზე დაკრძალავენ.